ლევან მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადება სესიაზე, რომელმაც პრაქტიკულად თქვა ის, რომ აქტიური ბრძოლა დანაშაულთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ირაკლი კობახიძის და გელა გელაძის დანიშვნის შემდეგ, ასევე მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნების წევრები ცდილობენ, რომ ყოფილიყვნენ მოზომილები, თუმცა მაინც გიორგი ვოლსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ეფექტური იყო ირაკლი კობახიძე და რომ ქართული ოცნების გუნდმა ეს დაინახა და აღნიშნა. ასევე სხვა ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ ბრძოლა ახლა უფრო გამკაცრებულია დანაშაულის წინააღმდეგ ვიდრე წინა წლებში და ამ გამკაცრებულ ბრძოლასთან ერთად ამბობენ, რომ ბევრად უფრო ეფექტური არის ახლა გადადგმული ნაბიჯები ქართული ოცნების ძალოვანი მინისტრების მხრიდან ვიდრე გასულ წლებში, თუმცა ცდილობენ, რომ დააბალანსონ განცხადებები და არ მიიტანონ იერიში ყოფილ ლიდერებზე, ექს-მაღალჩინოსნებზე, მაგრამ მაინც აქამდე ისინი საერთოდ ერიდებოდნენ საუბარს ირაკლი ღარიბაშვილზე და მისი კაბინეტის წევრებზე. ახლა კი ფაქტია, რომ დაიძრა ეს საუბარი. ჯერჯერობით სადამდე მივა უცნობია, თუმცა თუ კი გადავხედავთ პრაქტიკას, თავდაპირველად ქართული ოცნების ლიდერები გიორგი გახარიაზე ძალიან მოზომილად საუბრობდნენ, თუმცა შემდგომში ღია ცეცხლი გაუხსნეს, ამიტომ ბუნებრივია არსებობს მოლოდინი, რომ მომდევნო დღეებში უფრო მეტს ილაპარაკებენ. ირაკლი კობახიძე უფრო ეფექტურად მიიჩნია გუნდმა ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა ვერც გომელაურზე, ვახტანგ გომელაურზე ვიტყვით, რომ იგი არ იყო აქტიური, თქვენ გახსოვთ ფაქტები, რამდენი ორგანიზებული დანაშაულების მეთაურები და თუნდაც ეს ნარკოდანაშაულების წინააღმდეგ რამდენი რეიდი და ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვემეორებ. ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა. ისინი ძალიან კარგად მუშაობდნენ, მაგრამ ხო იცი პროგრესია უფრო წინ მივდივართ აქედან გამომდინარე. რატო არ ებრძოდნენ ისინი ორგანიზებულ სათანადოდ რატო არ ებრძოდნენ? მაშინ ლევან მაჭავარიანი იტყუება, როცა ამბობს, რომ ამათ დაიწყეს ლევან მაჭავარიანს არ თავიდან ბოლომდე არ უთქვამს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგო და აქამდე რატო არ იყო ეს? მანამდეც იყო ბრძოლა, ეხლაც უფრო უკეთეს იმაშია, რა ქვია, სტადიაში. გამკაცრდა კანონი დარღვევების წინააღმდეგ მოქმედება, ნებისმიერ შემთხვევაში ის ოპოზიციის წარმომადგენელია, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელია თუ მოქმედი ხელისუფლების წევრია, გამკაცრდა კანონი და ყველას ერთნაირად ეხება. და ღარიბაშვილი ვერ ებრძოდა კორუფციას კარგად? გომელაური ვერ ებრძოდა ორგანიზებულ დანაშაულს. გარკვევით ხო აგიხსენეთ. სესიის დასრულების შემდეგ ლევან მაჭავარიანს ჰქონდა შეცვლილი რიტორიკა, თუ კი აქამდე ის ამბობდა, რომ ბრძოლა დანაშაულთან დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინიშნენ თანამდებობებზე ირაკლი კობახიძე, ან გელა გელაძე და მამუკა მდინარაძე, ახლა მან პირველებთან კომენტარი ამ თემაზე დაიწყო ვახტანგ გომელაურისთვის მადლობით და თქვა, რომ გომელაურს მადლობა უნდა გადაუხადონ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გადატრიალების მცდელობების ჩაშლის გამო. Თხოვით მინდა ვისარგებლო და ბატონ ვახო გომელაურს გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა იქიდან გამომდინარე, რომ მისი მინისტრობის პერიოდში 4 რევოლუციური მცდელობა ჩაუვარდა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და იგი ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას უმაღლესი პროფესიონალიზმი და ნამდვილად ძალიან პატრიოტი ადამიანი არის და ძალიან ეფექტური მინისტრი იყო. ხოლო ბატონ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ კორუფციის კუთხით. სანამ ბატონი ირაკლი კობახიძე გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, 7 თუ 8 ქვეყანას ვასწრებდით კორუფციის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მაქვს საუბარი. ყოფილ თანაგუნდელებზე მიიტანენ თუ არა იერიში ქართული ოცნების წევრები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ იმ საკითხებზე, რაზეც აქამდე თავს იკავებდნენ, რომ ღიად და საჯაროდ ესაუბრათ და ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი, კორუფციასთან ბრძოლა, ღარიბაშვილის ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ახლა პოსტებს აღარ იკავებენ და რომელთა მიმართაც უამრავი კითხვა არსებობს. ამ თემებზე საუბარი დაძრულია და პირველი, ვინც ამაზე ღიად სესიაზე განაცხადა, რომ ახლა დაიწყო დანაშაულთან ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს სწორედ ლევან მაჭავარიანი იყო.